სოციალურ და პოლიტიკურ თავდადებული თავისი ნებითური სამსახურის განცხადებას ბატონო ილია მოგვარდა განცხადებით რომ პოლიტიკურობის გამო განთავისუფლდა დაყოლებული თანამდებობა განცხადებით მოგვარდა თვითონ ყოფილმა გამგებელმა ბატონო ილია ჯანაძე დაუკმაყოფილებით განცხადება და მეორე განცხადება იყო შემოსული ბატონ ოსაძისი, რომელიც მოვალეობის შესრულება დანიშნული იყო და არჩეული იქნა ერთხმად. ახალ გამგებელი ერთხმად არჩეული ერთადერთი განცხადება იყო შემოსული, რომელიც ამ სანამ კონკურსი გამოცხადდება შეასრულეს მოვალეობას. რაიმე ზეწოლას ხომ არ ქონდა? არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ახლა არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. საკრებულოს მე მივმართე დღეს. როდესაც გავიგე რომ ილია ჯანაძე წერდა განცხადებას გათავისუფლების თაობაზე გამიჩნდა მე სურვილი რომ ჩემი შესაძლებლობა უნარი მეცა და ქარელის რაიონში საიდანაც მე თვითონ გახლავართ ცვლილებების გარეშე წინსვლა და პროგრესი შეუძლებელია მით უმეტეს იმ ფონზე და იმ სიტუაციაში რაც არსებობს ქარელის რაიონში ილია ჯანაძე უნდა წასულიყო დიდი ხნის იმიტომ რომ რაიონებში არაფერი გაუკეთებია, რაც არ გაუკეთებია მაგალითად. დღეს რო იტყვიან, მთელი რაიონი გახარებულია, მაგრამ